თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. ამ დროისთვის ქვა ღორღისგან გაწმენდილია კავკასიონის ქუჩის ძირითადი ნაწილი. ასევე დასრულდა ხიდის ნარჩენის დემონტაჟი. ადგილობრივების განცხადებით, სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი შესაძლოა ასეულობით 1000 ლარს შეადგენდეს. სტიქიამ დააზარალა თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებიც. განსაკუთრებით დაზიანდა ვენახები, რომლებიც კახეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის შემოსავლის ერთ-ერთი მთავარი წყაროა. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა, სადაც სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და პირველადი შეფასების შედეგებზე ისაუბრა. მყარი ნატანისა და წყლის კრიტიკული მასის ერთობლიობამ მძლავრი ღვარცოფული ნაკადი ჩამოაყალიბა. მდინარის შუაწელში განთავსებულმა 3 ღვარცობ დამჭერმა ნაგებობამ ნაწილობრივ უზრუნველყო ნაკადის ფილტრაცია. პირველმა თითქმის სრულად შეაკავა მსხვილი ხეტყის მასალა, მეორე მცირე რაოდენობის ხეტყის ნატანი, ხოლო მესამემ ქვაღორღოვანი ფრაქცია. მიუხედავად ამისა, ნაკადის დიდმა მოცულობამ და ენერგიამ სამივე ნაგებობას მარცხენა მხრიდან გვერდი აუარა. დროებით კალაპოტად გამოიყენა ძველი გრუნტის გზა, დააზიანა ნაპირდამცავი ნაგებობები და გზის ცალკეულ მონაკვეთებზე გამოიწვია საფარის დეფორმაცია. სააგენტოს პირველადი შეფასებით უხმა ატმოსფერულმა ნალექმა მდინარე თელავის ხევის აუზში ღვარცოფული პროცესები მკვეთრად გააქტიურა. მათი ინფორმაციით, ღვარცოფის ძლიერმა ნაკადმა გვერდი აუარა ღვარცობ დამჭერ ნაგებობებს და დროებით კალაპოტად ძველი გრუნტის გზა გამოიყენა. ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე თელავში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა. მისი თქმით, რამდენიმე ობიექტზე გაცემულმა არასწორმა ნებართვამ პრობლემა გაამწვავა. კობახიძემ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო პროცესში ჩართულ უწყებებს მადლობა გადაუხადა. და სწორედ კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო ის, რომ მაქსიმალურ სტრატებში მოხერხდა თელავის გაწმენდა სტიქიის შედეგებისგან და რა თქმა უნდა სამუშაოები ამ მიმართულებით გაგრძელდება. რაც შეეხება მშენებლობის ნებართვებს, ნამდვილად არასწორად იყო გაცემული, მე ასე მიმაჩნია, თუმცა დანარჩენს რა თქმა უნდა შესაბამისი უწყებები დაადგენენ. არასწორად იყო გაცემული ნებართვები რამდენიმე კომერციულ ობიექტზე, რამაც გაამძაფრა ეს პრობლემა. ასეთი მოვლენებისგან მომავალში მაქსიმალურად უნდა იყოს დაზღვეული თითოეული სტიქია თელავში 12 ივლისს ღამით მოხდა. უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა თელავის ხევმა ღვარცოფული ნაკადი წარმოქმნა. სტიქიის გამო გამოცხადდა ევაკუაცია, დაიტბორა საცხოვრებელი და კომერციული ფართები. სპეციალისტები ამ დრომდე ადგილზე რჩებიან და სტიქიის ზონის დეტალურ შესწავლას აგრძელებენ.